აიზეკ აზიმოვი, მომღერალი ზანზალაკები. ლუის პეიტონს არასდროს არავისთვის არ უამბნია დედამიწის პოლიციას როგორც ჯობნიდა ამ მრავალრიცხოვან ეშმაკურ პაექრობაში. ხანდახან ისეთი მდგომარეობა იქნებოდა, თითქოს ფსიქოსკოპიას თავს ვერ დააღწევდა, მაგრამ ლუის პეიტონი მაინც ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ხოლმე. პეიტონი ისეთი სულელი არ იყო, რომ ვინმესთვის გული გადაეშალა, მაგრამ ხანდახან მორიგი გამარჯვებით დამტკვარი გულში ჩამარხულ დიდი ხნის ოცნებას უბრუნდებოდა. მას უნდოდა დაეტოვებინა ანდერძი და მთელი სამყაროსთვის ეჩვენებინა, რომ მისი მუდმივი წარმატების მიზეზი იყო ბუნებრივი ნიჭი და არა ბედნიერი შემთხვევა, როგორც ზოგიერთები ამტკიცებდნენ. ცხადია, ეს ანდერძი მხოლოდ პეიტონის გარდაცვალების შემდეგ უნდა გამოექვეყნებინათ. პეიტონი ანდერძში აუცილებლად ჩაწერდა: დანაშაულის შენიღბისათვის შემოღებული ცრუ კანონზომიერება ყოველთვის შეიცავს პიროვნების ნიშნებს, რომელიც მას ქმნის, ამიტომ უფრო გონივრულია დადგინდეს მოვლენათა ბუნებრივი მსვლელობის კანონზომიერება და მას შეუხამდეს ჩვენი მოქმედება. ლუის პეიტონი სწორედ ამ წესის მიხედვით აპირებდა ალბერტ კორნუელის მოკვლას. ალბერტ კორნუელი, ნაქურდალის წვრილი შემსყიდველი, პეიტონს ამ საქმეზე პირველად გრინელის რესტორანში ელაპარაკა, როცა ის თავის მაგიდასთან იჯდა და სადილობდა. კორნუელის ლურჯი პიჯაკი ამ დღეს თითქოს განსაკუთრებულად პრიალებდა. დანაუჭებულ სახეზეც განსაკუთრებული ღიმილი დასთამაშებდა, გახუნებული ულვაშებიც კი განსაკუთრებულად აებზიკა. მისტერ პეიტონ, წარმოთქვა კორნუელმა, როცა თავის მომავალ მკვლელს მიესალმა, ყოველგვარი ავბედით იწინათ გრძობის გარეშე. მოხარული ვარ, რომ შეგხვდით, თითქმის დავკარგეთ თქვენი ნახვის იმედი. პეიტონს არ უყვარდა, როცა დესერტის დროს გაზეთის კითხვაში ხელს უშლიდნენ და კორნუელს მკვახედ უპასუხა: თუ მართლა რამე საქმე გაქვთ, კორნუელ, მშვენივრად იცით, სადაც უნდა ვნახოთ. პეიტონი 40 წელს გადაცილებული იყო, მაგრამ შედარებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა. შავთმაში აქა-იქ ჭაღარა გამოვრეოდა, მაგრამ თვალები ისე ჭაბუკურად უბწყინავდა და საკმაოდ დიდი პრაქტიკის წყალობით ადვილად ახერხებდა თავისი ხმისთვის განსაკუთრებული მკვახე-ტონის მიცემას. აქ სულ სხვა ამბავია, მისტერ პეიტონ, უპასუხა კორნუელმა. სულ სხვა, მე ერთი სამალავი ვიცი, სერ, სამალავი, გონი თქვენთვის გასაგებია, სერ. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მან თითქოს ფრთხილად დააკაკუნა უხილავ ზედაპირზე, მარცხენა ხელის გული კი წამით ყურზე მიიდო. პეიტონმა აუღელებლად გადააბრუნა გაზეთის ფურცელი, ჯერ ისევ ტელეგამანაწილებლის სინოტივე რომ დაჰკრავდა, მერე შუაზე გაკეცა და ჰკითხა: მომღერალი ზანზალაკები? ჩუმად, მისტერ პეიტონ, წასჯურჩულა შეშინებულმა კორნუელმა. პეიტონმა უპასუხა: წამოდით. ისინი ხეივანში შევიდნენ. პეიტონს კიდევ ერთი ურყევი წესი ჰქონდა. ყოველგვარ საიდუმლოებაზე მხოლოდ სუფთა ჰაერზე ლაპარაკობდა. სხიური დანადგარების მეშვეობით ყოველი ოთახისთვის შეიძლება თვალყურის დევნება, მაგრამ ცისქვეშეთის მთელი სივრცის გადაჭრეკა ჯერ ვერავინ შეძლო. კორნუელი ჩურჩულებდა: მომღერალი ზანზალაკების სამალავი, ალბათ დიდხანს აგროვებდნენ. გაუხეხავია, მაგრამ სულ პირველი ხარისხისაა, მისტერ პეიტონ. თქვენ თვითონ ნახეთ? არა, სერ, მე ერთ კაცს ველაპარაკე, მან საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი, მან სიმართლე მითხრა. შევამოწმე კიდეც, იქ იმდენი ზანზალაკია, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი გვექნება. ჩვენ გავმდიდრდებით, სერ, ძალიან გავმდიდრდებით. ვინ არის ის კაცი? კორნუელს თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი აუთამაშდა და ისე აუციმციმდა, როგორც მხრჩოლავის სანთელი სინათლეზე მეტ ჭვართლს რომ აფრქვევს, სახე რაღაც საზიზღრად აულაპლაპდა. ის ოქროს მაძიებლად იყო მთვარეზე და კრატერის ციცაბო კედლებში ზანზალაკებსაც ეძებდა ხოლმე. რა ხერხით ეძებდა და პოულობდა მათ, ამაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მან რამდენიმე ასეული ზანზალაკი იპოვა და მთვარეზე გადამალა, მერე კი დედამიწაზე დაბრუნდა, რომ აქ დაებინავებინა. და ალბათ დაიღუპა? დიახ, უბედური შემთხვევა გახდათ. საშინელებაა, მისტერ პეიტონ, დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა, სამწუხარო ამბავი იყო. ცხადია, მისი მოღვაწეობა მთვარეზე აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა არსებულ კანონებს. დომინიონის ხელისუფლების სასტიკად კრძალავენ ზანზალაკების კონტრაბანდულ მოპოვებას, ასე რომ იმ საცოდავს იქნებ ღვთის რისხვამაც მოუღო ბოლო. ასე თუ ისე, მე ხელთ მაქვს სამალავის რუკა. პეიტონმა გულგრილად უპასუხა: თქვენი მორიგების წვრილმანები სულაც არ მაინტერესებს. მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, რატომ მომმართეთ მე? იცით რა, მისტერ პეიტონ, უთხრა კორნუელმა.
ოქრო ორივეს გვეყოფა. შესაფერისი საქმეც გამოიძებნება. მე მაგალითად სამალავის ადგილსამყოფელი ვიცი და კოსმოსური ხომალდის გამონახვაც შემიძლია. თქვენ კი? ხო, მე რა? თქვენ ხომალდის მართვა იცით და თანაც ისეთი ნაცნობები ყავთ, რომ ზანზალაკების გადამალვა და გასაღება არ გაგვიჭირდება. შრომა ძალზე სამართლიანადაა გადანაწილებული, მისტერ პეიტონ, ხომ ასეა? პეიტონი ერთი წამით ჩაუფიქრდა თავისი ცხოვრების ბუნებრივ დინებას, მის არსებით კანონზომიერებას, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. მან თქვა: მთვარეზე 10 აგვისტოს გავფრინდებით. კორნუელი შეჩერდა. მისტერ პეიტონ, ახლა აპრილია და როგორ მოვასწროთ ხომალდის? პეიტონი არ შეჩერებულა. კორნუელი ჩორთით გამოედევნა დაწინაურებულ თანამოსაუბრეს. მისტერ პეიტონ, ვერ გაიგეთ, რაც გითხარით? პეიტონმა გაიმაურა. 10 აგვისტოს გავფრინდებით. თავის დროზე დაგიკავშირდებით და გაცნობებთ, სად უნდა დააყენოთ ხომალდი. მანამდე ჩემთან შეხვედრას ნუ ეცდებით. ნახვამდის, კორნუელ. კორნუელმა ჰკითხა: მოგებას შუაზე გავიყოფთ? რა თქმა უნდა, უპასუხა პეიტონმა. ნახვამდის. პეიტონმა მარტოდ განაგრძო გზა. ის სულ თავისი ცხოვრების კანონზომიერებაზე ფიქრობდა. 27 წლისამ კლდოვანთებში მიწის ნაკვეთი და პატარა სახლი იყიდა. ერთ-ერთ ადრინდელ მფლობელს ეს სახლი ისე აუშენებია, რომ თავშესაფრად გამოსდგომოდა ატომური ომის შემთხვევაში. 200 წლის წინ ხომ ადამიანები ასეთი შიშით მოელოდნენ ატომურ ომს, თუმცა ამ შიშს ახდენა არ ეწერა. ასე იყო თუ ისე, სახლი მაინც შემორჩა, როგორც ადამიანის სიმხდალისა და თვითდამშვიდებისაკენ ეგოისტური მისწრაფების ძეგლი. სახლი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ ადგილზე აეგოთ ფოლადისა და ბეტონისაგან. ის ზღვის დონეზე საკმაოდ მაღლა იდგა და ყოველი მხრიდან კიდევ უფრო მაღალი მთებით იყო შემოზღუდული. სახლს ჰქონდა საკუთარი ელექტროსადგური, წყალსადენი, მთის წყაროებით რომ მარაგდებოდა და მაცივრის კამერები რამდენიმე ათეული დაკლული ძროხის შესანახავად. ჰაერის კონდიცირებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა. ალბათ უსასრულობამდე შეძლებდა მუშაობას. სარდაფი თოფი არაღით მდიდარ სამაგრს გავდა. ერთი სიტყვით, ყველაფერი მოემარაგებინათ, რომ ომიანობის დროს შიშისგან გაოგნებული ბრბოების შეჩერება შეძლებოდათ. მარტოხელა ლუის პეიტონი ამ ხსნელ თავშესაფარში ატარებდა ყოველი წლის აგვისტოს. მან ერთხელ და სამუდამოდ გამორთო გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ყველა საშუალება. სატელევიზიო დანადგარი, გაზეთების ტელეგამანაწილებელი, მან თავისი მყუდრო სავანე, ძელური კედლით შემოღობა და სასიგნალო მექანიზმი დადგა იმ ადგილას, სადაც ღობური კვეთდა მის სახლისკენ მიმავალ ერთადერთ საცალფეხო ბილიკს. პეიტონი ყოველწლიურად ერთი თვის მანძილზე მარტოდ რჩებოდა საკუთარ თავთან. არავინ იცოდა, რას აკეთებდა ამ დროს პეიტონი. თუმცა თავსატეხი მაინც არაფერი იყო. ალბათ ისვენებდა ადამიანთა საზოგადოებაში ყოფნის მომქანცველი 11 თვისგან, მით უმეტეს, რომ ამ საზოგადოებასთან სიძულვილის მეტი არაფერი აკავშირებდა. პოლიციამაც კი იცოდა, რა გულმოდგინედ იცავდა პეიტონი ამ წესს. ერთხელ მან დიდ გირაოზეც კი ჩაიქნია ხელი და თუმცა ფსიქოსკოპიის საშიშროება ემუქრებოდა, აგვისტოს გასატარებლად მაინც კლდოვანთებში არჩია წასვლა. პეიტონმა გაიფიქრა, რომ თავის ანდერძში კიდევ ერთი აფორიზმის შეტანა მოუხდებოდა. უდანაშაულობის ყველაზე კარგი დამამტკიცებელი საბუთია ალიბის სრული უქონლობა. 30 ივლისს, როგორც ყოველი წლის ამ დღეს ხდებოდა ხოლმე, ლუის პეიტონი დილის 9 საათსა და 15 წუთზე ნიუ-იორკში ანტიგრავიტაციულ სტრატომფრენში ჩაჯდა და 12 საათსა და 30 წუთზე დენვერში ჩავიდა. მან იქ ისაუზმა და 1 საათსა და 45 წუთზე ნახევრად გრავიტაციული ავტობუსით ჰამპს პოინტისკენ გაემართა, საიდანაც სემ ლეიბმენმა ძველებური ავტომობილით, რა თქმა უნდა არაგრავიტაციულით, თავისი კარ-მიდამოს საზღვრებამდე მიიყვანა. სემ ლეიბმენმა არხეინად ჩაიჯიბა კუთვნილი $10 და ხელი ქუდთან მიიტანა, რასაც აგერ მე-15 წელია ყოველ 30 ივლისს აკეთებდა ხოლმე. 31 ივლისს, როგორც ყოველი წლის ამ დღეს ხდებოდა ხოლმე, ლუის პეიტონი თავისი ანტიგრავიტაციული ფლიტერით ჰამპს პოინტში დაბრუნდა და უნივერსალურ მაღაზიაში შეუკვეთა ყველაფერი, რაც მომავალი თვისთვის დასჭირდებოდა. ეს გახლდათ ჩვეულებრივი შეკვეთა, უпростоრედ წინა წლების შეკვეთების სრული ასლი. მაღაზიის გამგემ მაკინტაირმა ყურადღებით გადაათვალიერა შეკვეთა. მერე მთის რაიონის ცენტრალურ საწყობს გადასცა დენვერში და 1 საათის შემდეგ ყველაფერი ადგილზე იყო. პეიტონმა მაკინტაირის დახმარებით სანოვაგე ფლიტერში ჩააწყო. ჩვეულებრივად ახლაც $10 დატოვა და შინ დაბრუნდა.
1 აგვისტოს 12 საათსა და 01 წუთზე პეიტონმა მთელი სიმძლავრით ჩართო ძალური ველი, მის კარმიდამოს რომ ერტყმოდა და გარესამყაროს მთლიანად გამოიყო. აი სწორედ აქ დაირღვა მოვლენათა ჩვეულებრივი მსვლელობა. პეიტონმა თავის განკარგულებაში ანგარიშიანად დაიტოვა 8 დღე. ამ 8 დღეში მან გულმოდგინედ და აუჩქარებლად გაანადგურა იმდენი სანოვაგე, რაც ალბათ მთელ თვეს ეყოფოდა. ამაში დიდი სამსახური გაუწია სანაგვე კამერამ. კამერა გახდათ უკანასკნელი მოდელისა და ყოველგვარ ნარჩენებს, მათ შორის ლითონსა და სილიკატებსაც კი ადვილად აქცევდა ისეთ უმნიშვნელო მოლეკულურ მტვრად, რომ მისი აღმოჩენა არავითარი საშუალებით არ შეიძლებოდა. ამ პროცესის დროს გამოყოფილი ჭარბი ენერგია პეიტონმა სახლის გვერდით ჩამომდინარე მთის ნაკადულში ჩაუშვა. მთელი კვირის მანძილზე წყალი ნაკადულში ჩვეულებრივზე 5 გრადუსით თბილი იყო. 9 აგვისტოს პეიტონი აეროფლიტერით ვაიომინგის შტატის დათქმულ ადგილზე დაეშვა, სადაც კორნუელი უკვე ელოდა კოსმოსური ხომალდით. რა თქმა უნდა, ხომალდი პეიტონის გეგმის ყველაზე სუსტი ადგილი იყო, რადგან ხომალდის არსებობა იცოდა იმანაც, ვინც ის გაყიდა და იმანაც, ვინც ის აქ მოიტანა და გასაფრენად მოამზადა. მაგრამ ამ ხალხს მხოლოდ კორნუელთან ჰქონდა საქმე. კორნუელი კი გაიფიქრა პეიტონმა გესლიანი ღიმილით, მალე სამარესავით დადუმდება. 10 აგვისტოს კოსმოსური ხომალდი, რომელსაც პეიტონი მართავდა, დედამიწის ზედაპირს მოსწყდა და მთვარისაკენ გაემართა. ხომალდში მხოლოდ ერთი მგზავრი იჯდა. კორნუელი, რა თქმა უნდა თავისი რუკით. ხომალდს შესანიშნავი ანტიგრავიტაციული ველი აღმოაჩნდა. მთელი სიმძლავრის ჩართვისას ხომალდი 1 უნციაზე ნაკლებს იწონიდა. მიკრორეაქტორები უხმაუროდ და საიმედოდ გამოყოფდნენ ენერგიას. ხომალდმა უხმაუროდ გადალახა ატმოსფერო. პაწაწინა წერტილად იქცა და სულ მალე გაუჩინარდა. რა დიდი განსხვავება იყო ამ ხომალდსა და წარსულის ხმაურიან ცეცხლოვან რაკეტებს შორის. ძალიან ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ხომალდს აფრენისას ვინმე შენიშნავდა და მართლაც ხომალდი არავის დაუნახავს. 2 დღე ღამე კოსმოსურ სივრცეში გაატარეს და აგერ უკვე 2 კვირა ამ მთვარეზე არიან. პეიტონს რატომღაც თავიდანვე ისეთი წინათგრძნობა ჰქონდა, რომ სწორედ 2 კვირა დასჭირდებოდათ. პეიტონი ანტიპატიურად იყო განწყობილი ყოველგვარი თვითნაკეთი რუკის მიმართ, თუ ის კარტოგრაფიაში გაურკვეველი ადამიანის ხელით იყო შესრულებული. თვითნაკეთი მარტო მის შემდგენელს თუ გამოადგება, მას ხომ მეხსიერებაც ეხმარება, დანარჩენებისთვის კი ასეთი რუკა ამოუხსნელი რებუსია. კორნუელმა თავისი რუკა პეიტონს პირველად ფრენის დროს აჩვენა, თან პირმოთნედ გაუღიმა. სერ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ჩემი ერთადერთი კოზირია. თვარის რუკას თუ შეადარეთ თქვენი ნაცოდვილარი. მე ხომ ამის არაფერი გამეგება, მისტერ პეიტონ. გულწრფელად აღიარა კორნუელმა. თქვენი იმედი მაქვს. პეიტონმა ცივად შეათვალიერა კორნუელი და რუკა დაუბრუნა. რუკაზე ეჭვს არ იწვევდა მხოლოდ ტიხო ბრაგეს კრატერი, სადაც თვარის მიწისქვეშა ქალაქი იყო. ასტრონომიამ მცირე სამსახური მაინც გაუწია მათ. ტიხო ბრაგეს კრატერი მთვარით განათებულ მხარეს იმყოფებოდა. მაშასადამე საეჭვო იყო, რომ საბადრაგო ხომალდებს განათებული მხარის მეთვალყურეობით თავი შეეწუხებინათ. ყველაფერი თითქოს წინასწარ იყო გაანგარიშებული, მათ საშუალება მიეცათ, რომ შეუმჩნევლად დაშვებული იყვნენ მთვარეზე. პეიტონმა გარისკა და აჩქარებული ანტიგრავიტაციით დასვა ხომალდის ცივ ჩრდილში. კრატერის კალთა რომ ქმნიდა. მზემ უკვე ზენიტზე გადაიარა და ჩრდილი აღარ დაპატარავდებოდა. კორნუელი მოიღუშა. რა სამწუხაროა, მისტერ პეიტონ, სანამ მთვარის დღე იქნება, ძებნას ხომ ვერ დავიწყებთ. მთვარის დღესაც აქვს დასასრული, შეაწყვეტინა პეიტონმა. მზე აქ 100 საათი მაინც იქნება. ამ დროს აკლიმატიზაციასა და რუკის რიგიან შესწავლისთვის გამოვიყენებთ. პეიტონმა გამოცანა სწრაფად ამოხსნა. აღმოჩნდა, რომ მას რამდენიმე პასუხი ჰქონდა. პეიტონი დიდხანს აკვირდებოდა მთვარის რუკებს, გულმოდგინედ ზომავდა მანძილებს და ცდილობდა გაერკვია სახელდობრ რომელი კრატერები იყო გამოსახული თვითნაკეთ რუკაზე, რომ მიეგნოთ გასაღებისთვის, მაგრამ რისი გასაღებისთვის, დაბოლოს მან თქვა. ზანზალაკები დამალული უნდა იყოს ამ 3-დან ერთ-ერთ კრატერში და მან ჩამოთვალა გეცე 3, გეცე 5 ან გეცე 10. როგორ მოვიქცეთ, მისტერ პეიტონ? კითხა მოღუშულმა კორნუელმა. 3-ვეს დავათვალიერებთ, თქვა პეიტონმა. უახლოესი კრატერიდან დავიწყებთ. ადგილი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ტერმინატორმა გადასერა და ღამის უკუნი ჩამოწვა. ამის შემდეგ ისინი უფრო დიდხანს რჩებოდნენ მთვარის ზედაპირზე. თანდათან ეჩვეოდნენ მარადიულ უკუნეთს და მყუდროებას, ვარსკვლავების მკვეთრ წერტილებს და ნათელ ზოლს კრატერის კიდეებზე.
ეს დედამიწა იხედებოდა კრატერში. მშრალ მტვერში ისინი უფორმო და ღრმა კვალს ტოვებდნენ. კვალი არც ივსებოდა და არც ქრებოდა. პეიტონმა ეს პირველად მაშინ შენიშნა, როცა კრატერიდან დედამიწის კუზიანი ნახევარმთვარით განათებულ ადგილზე გამოვიდნენ. ეს მოხდა მთვარეზე მათი ყოფნის მერვე დღეს. მთვარის სიცივე იმის საშუალებას არ იძლეოდა, რომ ხომალდი დიდი ხნით დაეტოვებინათ, თუმცა ყოველდღიურად მაინც ახერხებდნენ ამ შუალედის გახანგრძლივებას. მე-11 დღეს ორივე დარწმუნდა, რომ GC5-ში მომღერალი ზანზალაკები არ იყო. მე-15 დღეს პეიტონის ყინულივით ცივის სული სასოწარკვეთილების მხურვალებამ გაათბო. სამალავი აუცილებლად GC3 კრატერში უნდა აღმოეჩინათ. GC10 ძალიან შორს იყო. იქამდე მიღწევას და კრატერის რიგიანად გამოკვლევას ვერ მოასწრებდნენ. დედამიწაზე ხომ აუცილებლად 31 აგვისტოსთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ სასოწარკვეთილება იმ დღესვე გაიფანტა. მომღერალი ზანზალაკების სამალავს მართლაც GC3 კრატერში მიაგნეს. ხელით ნება გადაჰქონდათ ზანზალაკები ხომალდში, რბილ ბურბულ შელაში აწყობდნენ და ახლების მოსატანად ბრუნდებოდნენ. კრატერში სამჯერ მოუხდათ დაბრუნება. ეს გზა დედამიწაზე არაქაც გამოაცლიდა კაცს. აქ კი მთვარეზე უმნიშვნელო მიზიდულობის გამო დაღლას არც კი გრძნობდნენ. კორნუელმა უკანასკნელი ზანზალაკი გადასცა პეიტონს, რომელიც ფრთხილად აწყობდა მათ გამოსასვლელ კამერაში. მისტერ პეიტონ, საძვრენიდან ცოტა მოშორებით გადადგით, თქვა მან. პეიტონს მისი ხმა ყურსაცვამებში რაღაც მეტისმეტად მკვახეთ ჩაესმა. ამოვდივარ. კორნუელი მოიხარა, მთვარის მაღალი და შენელებული ნახტომისთვის მოემზადა, ზევით აიხედა და ადგილზე გაქვავდა. მისი სახე გარკვევით რომ ჩანდა, შლემის გამობურცულ ილუმინატორში სიკვდილის მომასწავლებელი გრიმასით დაიმანჭა. არა, მისტერ პეიტონ, არა. პეიტონის თითები ბლასტერის სახელურ შემოიჭდო. გასროლის ხმა გაისმა, წამიერი კაშკაშა აფეთქება და კორნუელის სკაფანდრის ნაფლეთებს შორის გაიშხლართა. მისი სხეული გაყინული სისხლის კრისტალებით დაფარულ უსიცოცხლო გვამად იქცა. პეიტონმა კუშტად გადახედა მიცვალებულს, მაგრამ ეს წამის რაღაც მესამედი გაგრძელდა. ამის შემდეგ უკანასკნელი ზანზალაკებიც მათთვის განკუთვნილ კონტეინერში ჩააწყო. სკაფანდრი მოიხსნა, ჯერ ანტიგრავიტაციული ველი ჩართო, მერე მიკრორეაქტორი და 2 მილიონით გამდიდრებული დედამიწისაკენ გამოეშურა. 29 აგვისტოს პეიტონის ხომალდი უხმაუროდ დაეშვა ვაიომინგის შტატში, იმავე ადგილზე, საიდანაც 10 აგვისტოს აფრინდა. პეიტონმა ასეთი თავგამოდებით ტყუილად როდი აირჩია ეს ადგილი. მისი აეროფლიტერი წინანდებურად არხეინად იდგა ნაპრალში, კლდოვან პლატოზე. მომღერალი ზანზალაკებით სავსე კონტეინერები პეიტენმა ნაპრალის სიღრმეში გადაიტანა და გულდასმით ჩამარხა მიწაში. მერე ისევ ხომალდში დაბრუნდა, რომ ხელსაწყოები ჩაერთო და ხომალდი ასაფრენად მოემზადებინა. 2 წუთის შემდეგ პეიტონი ხომალდთან მივიდა და მყისვე ამუშავდა მართვის ავტომატური სისტემა. ხომალდი უხმაუროდ დაიჭრა სივრცეში და დედამიწის ბრუნვის ზეგავლენით ოდნავ დასავლეთისაკენ გადაიხარა. პეიტონმა მოჭუტულ თვალებზე ხელი მოიჩრდილა და რამდენიმე წამის შემდეგ ლურჯი ცის ფონზე თითქმის მხედველობის ზღვარსიქით პაწაწინა წერტილი და ღრუბელი შენიშნა. სახეზე ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა. ყველაფერი სწორედ გამოიანგარიშა. საკმარისი იყო გვერდზე გაეწია ძრავის კადმიუმის ღეროები და მიკრორეაქტორები რეჟიმიდან ამოვარდნენ. ხომალდი ატომური აფეთქების მხურვალებაში შთაინდგა. 20 წუთის შემდეგ პეიტონი უკვე შინ იყო. დაღლილობას გრძნობდა. ერთავად კუნთების ტკიოდა. ალბათ დედამიწის მიზიდულობა მიმოქმედა. დაღლილდა კანცოს გვარიანად დაეძინა. განთიაძე კი 12 საათის შემდეგ პოლიცია დაადგა თავს. ვიღაცამ კარები გამოაღო, ხელები მომრგვალებულ ღიბზე დაიწყო და თავის დაკვირით რამდენჯერმე ალერსიანად მიესალმა ახალმოსულს. სეტონ დეივენპორტმა, გამოძიების დედამიწის ბიუროს ინსპექტორმა, მორიდებით მიმოიხედა, თავს რაღაც უხერხულად გრძნობდა. ოთახი ძალზე დიდი და თითქმის ნახევრად ბნელი იყო. თუ არ ჩავთვლით ვიდეოფონის კაშკაშა ნატურას, რომელიც კომბინირებულ სავარძელთან იდგა საწერ-მაგიდაზე. კედლებზე მიმაგრებულ თაროებზე კინოწიგნები ეწყო. ოთახის ერთ კუთხეში გალაქტიკის რუკები ჩამოეკიდათ, მეორე კუთხეში კი გალაქტიკური ობიექტივი პრიალებდა. დოქტორი უენდელ ერტი თქვენ გზამდებით? ისე იკითხა დეივენპორტმა, თითქოს ამის დაჯერება ძნელი საქმე იყო. ინსპექტორი წარმოსადეგი ტანის მამაკაცი გახლდათ. თმაში აქა-იქ ჭაღარა შევრეოდა. თვალები ახალგაზრდული მგზნებარებით უბწყინავდა. ლოყაზე გრძელი და თხელი ცხვირის გასწვრივ ვარსკვლავის მსგავსი ნაიარევი ემჩნეოდა. ეს ალბათ ნეირონული წყეპლის კვალი იყო, ერთხელ ოდნავ რომ შეეხო.
დიახ, მე გახლავართ, უპასუხა დოქტორმა ერთმა, მაღალი ტენორით. თქვენ ალბათ ინსპექტორი დეივენპორტი ხართ. ინსპექტორმა პირადობის მოწმობა უჩვენა და განუმარტა. უნივერსიტეტმა თქვენ გაგიწიათ რეკომენდაცია, როგორც ექსტრატეროლოგიის დარგის კარგ სპეციალისტს. დიახ, ამაზე ხომ ნახევარი საათის წინაც გელაპარაკეთ ვიდეოფონით. თავაზიანად უპასუხა დოქტორმა ერთმა და გაიღიმა. მას მსუქანი სახე და პაჭუა ცხვირი ჰქონდა. სათვალის სქელმინებში გადმოკარკლული თვალები მოუჩანდა. პირდაპირ საქმეზე გადავალ, სერ. თქვენ ალბათ ნამყოფი ხართ მთვარეზე. დოქტორმა ერთმა კინოწიგნების თაროდან წითელი სითხით სავსე ბოთლი და 2 სირჩე ჩამოიღო. ინსპექტორს ალმაცერად გახედა და მოულოდნელად მკვახედ მიახალა. ინსპექტორო, მთვარეზე საერთოდ არ ყოფილვარ და არც ვაპირებ წასვლას. კოსმოსური მოგზაურობა უგუნური გართობა გახლავთ. მისი არაფერი მჯერა. მე რბილად დაუმატა. დაბრძანდით, სერ, დაბრძანდით. სასმელი ინებეთ. ინსპექტორმა სირჩა გამოცალა და თქვა: მაგრამ თქვენ ხომ? დიახ, მე ექსტრატეროლოგი ვარ. მე სხვა სამყაროები მაინტერესებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ფეხით მოვიარო ისინი. ღმერთო ჩემო, განა აუცილებლად წარსულში უნდა იმოგზაურო, რომ ისტორიკოსის დიპლომი მიიღო? დოქტორის მრგვალ სახეზე ისევ ღიმილი ათამაშდა. მან სავარძელში მოიკალათა და ინსპექტორს მიუბრუნდა. ახლა კი მიამბეთ, რა გაინტერესებთ. მოვედი, რომ დიახ, არც თუ ისე ჩვეულებრივ საქმეში გაგარკვიოთ, თქვა ინსპექტორმა და წარბები მოღუშა. აბა როგორ გითხრათ, საქმე ეხება მკვლელობას. მკვლელობას? მე რაშვაში ვარ. დოქტორო ეს მკვლელობა მთვარეზე მოხდა. საოცარია. უფრო მეტიც, სერ, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა მთვარის ისტორიაში. მთვარის დომინიონის არსებობის 50 წლის მანძილზე იყო შემთხვევები, როცა ხომალდები ფეთქდებოდნენ, ან სკაფანდრები გამოდიოდა მწყობრიდან. ზოგჯერ ადამიანები იღუპებოდნენ სულის ხუთვისგან, სიცხისგან იწვებოდნენ მზის მხარეზე. ჩრდილოვან მხარეს მათ სიცივე სპობდა, ზოგიერთი იმასაც კი ახერხებდა, რომ კლდიდან ძირს ვარდებოდა და ისე კვდებოდა. ეს კი არც ისე ადვილი გახლავთ მთვარის მიზიდულობას თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ ამ დროის მანძილზე ერთი შემთხვევაც არ ყოფილა იმისი, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანის წინასწარ განზრახული მკვლელობის მსხვერპლი გამხდარიყო. ეს პირველად მოხდა. რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა? იკითხა დოქტორმა ერთმა. ეთყობა ბლასტერი იხმარეს. გარემოებათა ბედნიერი დამთხოვის წყალობით კანონის წარმომადგენლები 1 საათის შემდეგ მივიდნენ დანაშაულის ადგილზე. საბადრაგო ხომალდმა სინათლის აფეთქებაში ამჩნია მთვარის ზედაპირზე. თქვენს ხომ მოგიხსენებათ, რომ ჩრდილოვან მხარეზე საკმაოდ დიდი მანძილიდან შეიძლება შენიშნო აფეთქების კვალი. ფრინავმა ამის შესახებ მთვარის ქალაქში აცნობა და დასაფრენად მოემზადა. ვირაჟის დროს მან ხომალდით დაინახა, იფიცება, რომ ნამდვილად დაინახა. დაშვების შემდეგ კი დამწვარი გვამი და ნაკვალები აღმოაჩინა. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს აფეთქება ბლასტერის გასროლის შედეგი იყო? კითხა დოქტორმა ერთმა. უდაოდ, მკვლელობა ახლახან მოხდა, გვამი ისევ თბილია. ნაკვალევი 2 სხვადასხვა კაცს ეკუთვნის. გულმოდგინე ანალიზმა გვიჩვენა, რომ მთვარის მტვერში დარჩენილ ნაკვალევს 2 სხვადასხვა დიამეტრი აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უცნობებს სხვადასხვა ზომის წაღები ეცვათ. კვალს ძირითადად 2 კრატერთან, GC3 და GC5 წერტილებთან მივყავართ. ეს 2 მთვარის კრატერების ოფიციალურად ცნობილი სისტემა ჩემთვის ნაცნობი გახლავთ. თავაზიანად აუხსნა დოქტორმა ერთმა. ერთი სიტყვით, GC3-ის კვალი კრატერის ნაპრალამდე მიდის. ნაპრალში გამაგრებული პემზის ნამსხვრევები აღმოჩნდა. რენტგენო ანალიზმა გვიჩვენა. მომღერალი ზანზალაკები, შეაწყვეტინა აღელვებულმა დოქტორმა. ნუ თუ მკვლელობა მომღერალ ზანზალაკებთანაა დაკავშირებული. დაუშვათ, რომ ასია, ეს რამეს ცვლის? იკითხა დაბნეულმა ინსპექტორმა. მე ერთი ზანზალაკი მაქვს. უნივერსიტეტის ექსპედიციის დროს უპოვნიათ მთვარეზე. ამას წინათ ერთ ღირსახსოვარი შემთხვევის გამო მაჩუქეს. არა, აუცილებლად უნდა გიჩვენოთ ჩემი ზანზალაკი. დოქტორი სავარძლიდან წამოიჭრა და მეორე ოთახში გაცუნცულდა. თან სტუმარს ანიშნა, გამომყევიო. დეივენპორტი უხალისოდ დაემორჩილა. ისინი მეზობელ ოთახში გავიდნენ. ეს ოთახი პირველთან შედარებით უფრო დიდიც იყო და უფრო ბნელიც. ოთახში სრული ქაოსი სუფევდა. დეივენპორტმა გაკვირვებით გადაათვალიერა უწესრიგოდ და უთავბოლოდ მოყრილი ნაირნაირი საგნები. ინსპექტორმა თვალი დაადგა მარსიდან მოტანილ ლურჯ ჭიქურას. თავგამოდებული რომანტიკოსები კარგახნის გადაშენებულ მარსელთა გარდაქმნილ ნეშტად რომ მიიჩნევდნენ. იქვე იდო მეტეორის პატარა ნამსხვრევი,
პირველი კოსმოსური ხომალდის მოდელი და რაღაც სითხით სავსე დაბეჭდილი ბოთლი. ძლივს ამოიკითხა ეტიკეტზე წარწერილი ორი სიტყვა: ვენერას ოკეანე. დოქტორმა ერთმა თავმომწონედ უთხრა: ჩემი სახლი მუზეუმად ვაქციე. აი ეს გახლავთ მარტოხელა კაცის ცხოვრების ერთ-ერთი უპირატესობა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ წესრიგშია მოსაყვანი. აი როგორ მეორეოდე თავისუფალ კვირას გამოვნახავდა. დოქტორი ერთხან საგონებელს მიეცა. მერე გაიხსენა რისთვისაც იყვნენ მოსული. გვერდზე გასწია ზღვის უხერხემლოთა განვითარების სქემა, არქტურ ხუთის სიცოცხლის უმაღლესი ფორმა და თქვა: აი ისიც სამწუხაროდ მცირეოდენი ნაკლი აქვს. ზანზალაკი მასზე გულდასმით მირჩილულ წვრილ მავთულზე ეკიდა. ნაკლის შენიშვნა ძნელი არ იყო. ზანზალაკი დაახლოებით შუა ადგილზე იყო ჩატყლეჟილი და ალმაცერად შედუღებულ ორ ბურთულას ჰგავდა. მისი ზედაპირი საგულდაგულოდ გაეკრიალებინათ და მორუხო მოვერცხლისფროდ სპრიალებდა. ხავერდოვან ზედაპირზე გარკვევით ჩანდა პაწაწინა ნაყვავილარები. საინტერესოა, რომ ამ ნაყვავილარების გაკეთებას ხელოვნური ზანზალაკების სინთეზირებაზე მომუშავე ვერცერთი ლაბორატორია ვერ ახერხებდა. დოქტორი ერთი განაგრძობდა. მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება მომიხდა, სანამ შესაფერის სარეკელას შეურჩევდი. წუნიანი ზანზალაკი საერთოდ ძალზე ჟინიანი გახლავთ, მაგრამ კარგად დამუშავებული ძვალი კარგ ეფექტს იძლევა. აი, მან მოთეთრო მორუხო მასალისგან გაკეთებული სარეკელა აიღო და განაგრძო. მე თვითონ გამოვჭერი ხარის წვივის ძვლისგან. ყური უგდეთ? დოქტორმა მისი სქელი თითებისთვის შეუფერებელი სიმსუბუქით მოსინჯა ზანზალაკის ზედაპირი და ის ადგილი მოძებნა, სადაც დარტყმა ყველაზე კარგ ხმას გამოსცემდა. მერე ზანზალაკი შეატრიალა, ფრთხილად დაიჭირა, ხელი გაუშვა და ძვლის კოვზი მსუბუქად დაჰკრა ფართო ბოლოთი. უცებ თითქოს სადღაც შორს უხილავ სამყაროში ერთდროულად ამღერდა მილიონი არფა. სიმღერა თანდათან მძლავრდებოდა, მერე სადღაც შორს უსასრულობაში იკარგებოდა, ყუჩდებოდა. შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა და ისე იფრქვეოდა, რომ ვერც კი გაარკვევდი, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა. ყველაფერი ეს საოცარი ხმა არაჩვეულებრივი სინარნარით, თრთოლვით, აღმაფრენით თუ მიმზიდველი მელანქოლიით ტრიალებდა მსმენელის ტვინში. მის წარმოსახვაში იღებდა სათავეს და სული სიღრმეში იღვრებოდა თბილი სისხლივით. სიმღერა ნელ-ნელა მიწყნარდა, მაგრამ სწავლულს და მის სტუმარს კარგა ხანს ხმა არ ამოუღიათ. მერე დოქტორმა ერთმა ეკითხა: როგორ მოგეწონათ? და თითის მსუბუქი დარტყმით შეარხია ზანზალაკი. დეივენპორტმა შეშფოთებით შეხედა მას. ფრთხილად არ გატეხოთ. კარგი ზანზალაკების სიმყიფე დიდი ხანია სალაპარაკოდ იქცა. დოქტორმა ერთმა თქვა: გეოლოგები ამტკიცებენ, თითქოს ზანზალაკი დიდი წნევის შედეგად გამაგრებული პემზის ღრუნატეხია, რომელშიც თავისუფლად მოძრაობენ პაწაწინა კენჭები, მაგრამ თუ ყველაფერი ასე უბრალოდ აიხსნება, ხელოვნურ ზანზალაკებს რატომ ვერ ვაკეთებთ? უნაკლო ზანზალაკებთან შედარებით, ჩემი ზანზალაკი ხომ პირის გარმონივით უხეიროდ უკრავს. მართალი ხართ, დაეთანხმა დეივენპორტი. დედამიწაზე ალბათ 10 ღბლიანსაც არ ექნება წუნდაუდებელი ფორმის ზანზალაკი. ასობით ადამიანი, მუზეუმი და ორგანიზაცია ასეთი ზანზალაკის შესაძენად არაფერს არ დაიშურებდა. უამრავ ფულს გადაიხდიდა ისე, რომ მის გამყიდველს არაფერს არ ჰკითხავდა. მოკლედ ზანზალაკების მარაგი ისეთით დაცდუნებელია, რომ კაცს ყველაფერს გააკეთებინებს. ექსტრატეროლოგმა დეივენპორტს შეხედა და ფუნთულა საჩვენებელი თითით ცხვირზე სათვალე შეისწორა. მე თქვენი მოსვლის მიზეზი არ დამვიწყებია, დეივენპორტ, განაგრძეთ გეთაყვა. ორი სიტყვით შეიძლება ყველაფრის თქვა. მე ვიცი ვინ არის მკვლელი. ისინი ბიბლიოთეკაში დაბრუნდნენ და სავარძლებში ჩასხდნენ. დოქტორმა ერთმა მოზრდილ მუცელზე დაიწყო ხელები და ჰკითხა: თუ კი ასეა, რა გირთულებთ საქმეს, ინსპექტორო? ცოდნა და დამტკიცება ერთი და იგივე როდია, მისტერ ერტ, სამწუხაროდ მას ალიბი არა აქვს. თქვენ ალბათ უნდა გეთქვათ, სამწუხაროდ ალიბი აქვსო. მე ვთქვი ის, რაც უნდა მეთქვა. მას რომ ალიბი ჰქონოდა, მაშინ იმის დამტკიცებასაც შევძლებდი, რომ ეს ალიბი ყალბი იყო, რადგან ის მართლაც ყალბი იქნებოდა. მას რომ მოწმეები დაესახელებინა, იმის დასამტკიცებლად თითქოს მკვლელობის დროს დედამიწაზე იმყოფებოდა, მაშინ როგორმე მოახერხებდით ამ მოწმეების ტყუილში გამოჭერას. რაიმე სხვა საბუთი რომ წარმოედგინა, ცხადია ყველაფერი ადვილად გამომჟღავდებოდა. ეს საბუთი ან ყალბი იქნებოდა, ან სხვა თაღლითებთან გვექნებოდა საქმე. სამწუხაროდ დამნაშავე საკმაოდ გამოცდილი გახლავთ და თავის მართლებისთვის ამის მსგავს არაფერს დაასახელებს. კი, მაგრამ თავს რით იმართლებს? ინსპექტორმა დეივენპორტმა დაწვრილებით აღწერა
პეიტონის მამული კოლორადოში და დასასრულს დასძინა. ის ყოველი წლის აგვისტოს სრულ მარტოობაში ატარებს თავის მამულში. გამოძიების დედამიწის ბიუროც კი იძულებული იქნება ეს დაადასტუროს. ნაფიცი მსაჯულებიც იმავე დასკვნას გააკეთებენ. თუ ჩვენ სარწმუნო საბუთებით ვერ დავამტკიცებთ, რომ ის ამ დროს მთვარეზე იყო. რატომ გონიათ, რომ ის მართლაც იყო მთვარეზე? იქნებ სულაც არ არის დამნაშავე. არა, სწორედ ის არის დამნაშავე. თითქმის იყვირა დეივენპორტმა. თითქმის 15 წელია უშედეგოდ ვცდილობ მის წინააღმდეგ საკმარისი სამხილის შეგროვებას. აი ახლაც ვგრძნობ, რომ სწორედ პეიტონია მკვლელი და არ მინდა ხელიდან გაუშვა. მერწმუნეთ, სერ, მთელ დედამიწაზე მარტო პეიტონს ეყოფოდა თავხედობა, რომ კონტრაბანდული ზანზალაკები გაესაღებინა. თანაც ის საჭირო ხალხსაც საკმარისად იცნობს. ყველამ კარგად იცის, რომ პეიტონი პირველხარისხოვანი კოსმოსური მფრინავია. ცნობილია ისიც, რომ მას გარდაცვლილთან რაღაც საქმეები აკავშირებდა, თუმცა უკანასკნელ თვეებში ისინი ერთად არავის უნახავს. სამწუხაროდ ყველაფერი ეს ჯერ კიდევ არაა დამტკიცებული. დოქტორმა ერტმა ჰკითხა: განაუმჯობესი არ იქნებოდა ფსიქოსკოპიისთვის მიგემართათ? ახლა ეს დაკანონებული გახლავთ. დოქტორ ერტ, ნუ თუ არ იცნობთ კონსკისა და ჰიაკავას კანონს? არა, მე მგონი ამ კანონს არავინ არ იცნობს. სახელმწიფო აცხადებს, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო თავისუფალია ხელყოფისგან. შესანიშნავია, მაგრამ რა გამოდის აქედან? გამოდის, რომ ადამიანს თუ კი ფსიქოსკოპიურ შემოწმებას ჩაუტარებენ, სასამართლო საშუალებით ყოველგვარი კომპენსაციის მიღება შეუძლია. აი ამასწინად, ერთ-ერთი ბანკის მოლარემ მას დაუსაბუთებლად დასდეს ბრალი გაფლანგვაში. ფსიქოსკოპიისთვის კომპენსაციის წესით $25,000 მიიღო. ის არა პირდაპირ სამხილი გაფლანგვაზე რომ მიუთითებდა, სინამდვილეში ჩვეულებრივი სამიჯნურო ინტრიგის შედეგი აღმოჩნდა. მოლარემ სარჩელი წარადგინა, რომ მან სამუშაო ადგილი დაკარგა, რადგან შეურაცხყოფილი ქმარი სამაგიეროს გადახდით დაემუქრა და იძულებული იყო მიმალულიყო. თანაც ქვეყნის სასაცილოდ იქცა, რადგან გაზეთის რეპორტიორმა როგორღაც გაიგო და დაწვრილებით აღწერა სასამართლოს მიერ ჩატარებული ფსიქოსკოპიური შემოწმების შედეგი. მე მგონი მოლარეს სარჩელის ყველა საფუძველი ჰქონდა. რა თქმა უნდა, მთელი უბედურებაც სწორედ ესაა. ამას გარდა არც მეორე პუნქტი უნდა დავივიწყოთ. თუ ადამიანს ერთხელ ჩაუტარდა ფსიქოსკოპია, მეორედ მის მიმართ ასეთი ღონისძიების მიღება არ შეიძლება. კანონის ძალით ადამიანის ფსიქიკის ორჯერ საფრთხეში ჩაგდება დაუშვებელია. არც თუ მაინც და მაინც ხელსაყრელი კანონი გახლავთ. დიახ, ფსიქოსკოპია 2 წლის წინათ დააკანონეს. ამ დროის მანძილზე ყველა ქურდი დაავაზაკი ცდილობდა ფსიქოსკოპიაზე უმნიშვნელო დანაშაულისთვის გატარებულიყო, რომ მერე არხეინად შესდგომოდა უფრო დიდ და მნიშვნელოვან საქმეებს. ამგვარად, ჩვენი მთავარი სამმართველო პეიტონის ფსიქოსკოპიის ნებას დაგვრთავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ დამაჯერებელი სამხილებს შევაგროვებთ. სულაც არ არის საჭირო დამაჯერებლობა კანონიერების თვალსაზრისით. მთავარია, რომ უფროსებმა ირწმუნონ ჩემი ვერსია. დოქტორ ერტ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფსიქოსკოპიური შემოწმების გარეშე საქმეს სასამართლოს ვერ გადავცემთ. მკვლელობა ერთობ სერიოზული დანაშაული გახლავთ და თუ დამნაშავეს ფსიქოსკოპიას არ ჩაუტარებთ, ყველაზე უგუნური ნაფიცი მსაჯულიც კი მიხვდება, რომ ბრალდება თავის პოზიციებში დარწმუნებული არაა. ჩემგან რას მოითხოვთ? იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ პეიტონი აგვისტოში მთვარეზე იყო. ეს საბუთი დაუყოვნებლივ უნდა მივიღო. პეიტონი ეჭვმიტანით გვყავს დაპატიმრებული და დიდხანს ვერ დავაკავებთ. უნდა ვიჩქაროთ, სერ, რომ ამ მკვლელობის ამბავი არ გახმაურდეს, თორემ მსოფლიოს პრესა იუპიტერის ატმოსფეროში მოხვედრილი ასტეროიდივით აფეთქდება. ეს ხომ სენსაციური დანაშაულია, პირველი მკვლელობა მთვარეზე. სახელდობრ როდის მოხდა მკვლელობა? უეცრად საქმიანად იკითხა ერტმა. 27 აგვისტოს. პეიტონი როდის დააპატიმრეთ? გუშინ 30 აგვისტოს. მაშასადამე პეიტონი თუ მკვლელია, მას დედამიწაზე დასაბრუნებელი დრო უნდა ყოფნოდა. დრო თავზე საყრელი ჰქონდა, ტუჩები მოიკვნიტა დეივენპორტმა. ერთი დღით ადრე რომ მოვსულიყავი, ის რომ სახლში არ დამხვედროდა. თქვენი აზრით მკვლელი და მოკლული რამდენ ხანს იყვნენ მთვარეზე? ნაკვალევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულ რამდენიმე დღეს, არანაკლებ 1 კვირისა. მათი ხომალდი თუ აღმოაჩინეთ? ვერა და ალბათ ვერც მივაგნებთ. 10 საათის წინ დენვერის უნივერსიტეტის ობსერვატორიამ გვაცნობა, რომ გუშინ წინ 6 საათიდან შეიმჩნეოდა ატმოსფეროს რადიოაქტიური ფონის ზრდა, რაც რამდენიმე საათს გაგრძელდა. დოქტორ ერტ,
ახლა ხომ არავითარ სიზნელეს არ წარმოადგენს ხომალდზე ხელსაწყოების ისე დაყენება, რომ ის უეკიპაჟო დაფრინდეს და მიკრორეაქტორების მოკლე ჩართვისგან აფეთქდეს, დედამიწიდან დაახლოებით 50 მილის დაშორებით. პეიტონის ადგილზე რომ ყოფილიყავი, ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა დოქტორმა, თანამზრახველს ხომალდზე მოვკლავდი და მის გვამს ხომალდთან ერთად ავაფეთქებდი. თქვენ პეიტონს არ იცნობთ, სერ, უპასუხა მოღუშულმა დეივენპორტმა. ის კანონზე გამარჯვებით ტკბება. კანონიერების საბუთში დაგდება და დაცინვა მისი ყველაზე დიდი გატაცებაა. მთვარეზე დატოვებული გვამიც უფრო მეტად ჩვენი გამოწვევაა, ვიდრე უნებლიე შეცდომა. ოჰო, ერთმა მუცელზე დაისვა ხელი და დაუმატა. ვინიც ის იქნებ შევასრულოთ კიდეც თხოვნა. დაამტკიცებთ, რომ ის მთვარეზე იყო? შევეცდები.ახლავე? რაც უფრო მალე იქნება, მით უკეთესი. მხოლოდ რა თქმა უნდა, თუ შეიძლება რომ მისტერ პეიტონს ვესაუბრო. ამას მე მოვახერხებ. გარეთ ანტიგრავიტაციული რეაქტიული თვითმფრინავი მელოდება. 20 წუთში ვაშინგტონში ვიქნებით. ექსტრატეროლოგს მსუქან სახეზე უღრმესი შეშფოთება გამოესახა. ის სავარძლიდან წამოიჭრა და ნივთებით გადატვირთულ ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში გავარდა. არაფრის დიდებით. რა მოხდა, დოქტორ ოერტ? მე რეაქტიული თვითმფრინავით ვერ გავფრინდები. თვითმფრინავის არაფერი მჯერა. საგონებელში ჩავარდნილმა დეივენპორტმა დოქტორ ერტს გადახედა და ენის ბორძიკით ჩაიბუტბოდა. მონორელსით? მიმოსვლის ვერცერთ საშუალებას ვერ ვენდობი, სერ, მოუჭრა დოქტორმა ერთმა. გარდა ფეხით სიარულისა, ფეხით სადაც გნებავთ იქ წამოყვებით. დოქტორი ერთი უცებ გამოცოცხლდა. რა იქნებოდა მისტერ პეიტონი ჩვენს ქალაქში რომ მოეყვანათ? აი მაგალითად მუნიციპალიტეტის შენობაში. მუნიციპალიტეტამდე მისვლა არ გამიჭირდებოდა. დაბნეულმა დეივენპორტმა თვალი მოავლო ოთახს. ირგვლივ უთვალავი ტომები ეწყო. მეზობელი ოთახის კარებში შორეულ სამყაროთა საჩუქრები ჩანდა. მერე დოქტორ ერტს გადახედა, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავის უბრალო ხსენებამაც კი წონასწორობიდან გამოიყვანა და გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა. კეთილი, პეიტონს აქ მოვიყვანთ. ამ ოთახში, ყაბულს ახართ? დოქტორმა ერტმა შვებით ამოისუნთქა. მაგას რა აჯობებს? დოქტორ ერტ, იმედი მაქვს რომ რაიმეს მიაღწევთ. ყოველ შემთხვევაში ცდას არ დავაკლებ, მისტერ დეივენპორტ. ლუის პეიტონმა ზიზღით შეათვალიერა ოთახი და ბღენძა მასპინძელი. თავაზიანად რომ უკრავდა თავს, მან ალმაცერად დახედა შეთავაზებულ სკამს და სანამ დაждდებოდა, მტვერი ხელით გადაწმინდა. დეივენპორტმა მის გვერდით მოიკალათა, თან ბლასტერის ბუდე შეისწორა. დოქტორი ღიმილით ჩაჯდა სავარძელში, იჯდა მშვიდად და თავის მრგვალ მუცელზე ისვამდა ხელს. თითქოს ესაა გვარიანად ისადილა და უნდა ეს ამბავი მთელ სამყაროს გააგებინოსო. საღამო მშვიდობისა, მისტერ პეიტონ, თქვა მან. მე დოქტორი ერტი ვარ, ექსტრატეროლოგი. პეიტონმა ხელმეორედ შეხედა მას. მერე ჩემთან რა საქმე გაქვთ? მინდა ვიცოდე აგვისტოში იყავით თუ არა მთვარეზე. არა. კეთილი, მაგრამ 1-სა და 30 აგვისტოს შორის დედამიწაზე რომ არავის უნახი ხართ? აგვისტო ჩვეულებრივად ჩემს მამულში გავატარე. ყოველი წლის ამ დროს მარტოობაში ვატარებ და ვერავინ ვერ მხედავს ხოლმე. ამას ინსპექტორიც დაგიდასტურებთ. და პეიტონმა დეივენპორტისკენ გაიქნია თავი. დოქტორმა ერთმა ჩაიცინა. კარგი იქნებოდა რაიმე ობიექტური კრიტერიუმი რომ მქონოდა. აი მაგალითად მთვარესა და დედამიწას შორის ფიზიკური განსხვავება რომ არსებობდეს. მაშინ თქვენი თმის მტვერის ანალიზს გავაკეთებდით და ვიტყოდით, აჰა თქვენ მთვარეზე ყოფილხართ. სამწუხაროდ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგან მთვარესა და დედამიწის ქანები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. თუმცა რომ განსხვავდებოდნენ კიდეც, თქვენს თმაზე მტვრის ნასახსაც ვერ ვიპოვნიდით. არ ამგონია რომ მთვარის ზედაპირზე უსკაფანდროდ გამოსულიყავით. პეიტონი გულგრილად უსმენდა მას. დოქტორი ერთი გულარხეინი ღიმილით განაგრძობდა ლაპარაკს, თან გამოდმებით ისწორებდა სათვალეს. პაჭუა ცხურზე რო ვერ იმაგრებდა. ადამიანი მთვარეზეც და კოსმოსშიც მიწიერი ჰაერიც უნთქავს. მიწიერი საჭმელებით იკვებება. ხომალდში და სკაფანდრშიც ის დედამიწის პირობებში იმყოფება. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც 2 დღე მიფრინავდა მთვარისაკენ. სულ ცოტა ერთი კვირა მაინც იმყოფებოდა იქ და მერე ისევ 2 დღეში დაბრუნდა უკან. მთელი ამ დროის მანძილზე ის თავის გარშემო დედამიწის პირობებს ინარჩუნებდა, რაც ჩვენს ამოცანას ერთიორად ართულებს. ჩემი აზრით, თქვენ მისი შემსუბუქებაც შეგიძლიათ, თქვა პეიტონმა. თუ კი მე გამიშვებთ დაახლავე შეუდგებით ნამდვილი დამნაშავის ძებნას. არც ეს არის გამორიცხული, უთხრა დოქტორმა ერთმა. ოდესმე ასეთი რამე თუ გინახავთ. მან სავარძლის სიახლოვეს იატაკზე ხელი მოაფათურა და რუხი ბურთულა აიღო.
ბუნდოვან მორუხო მოვერცხლისფრო ათინაც რომ გამოსცემდა. პეიტონმა გაიღიმა. მომღერალი ზანზალაკი უნდა იყოს. დიახ, მომღერალი ზანზალაკი გახლავთ. მკვლელობაც სწორედ მომღერალი ზანზალაკების გამო მოხდა. როგორ მოგწონთ ეს ეგზემპლარი? მე მგონი მას დიდი წუნი უნდა ჰქონდეს. აბა ერთი ყურადღებით შეათვალიერეთ, თქვა დოქტორმა ერთმა და ზანზალაკი უცებ მისგან 2 მეტრის დაშორებით ჩამომჯდარ პეიტონს გადაუგდო. დეივენპორტმა წამოიყვირა და სკამიდან წამოიჭრა. პეიტონმა რაღაც უხერხულად თითქოს ძალდატანებით გასწია ხელი და ძლივს მოასწრო ზანზალაკის დაჭერა. იდიოტი, ზანზალაკს ასე ვინ ისრვის, თქვა პეიტონმა. თქვენ მომღერალ ზანზალაკებს მოწიწებით ეკცევით, ხომ მართალია? მეტისმეტი მოწიწებით, სერ. ყოველ შემთხვევაში გასატეხად ვერ გავიმეტებდი. მე მგონი ეს დანაშაულად არ უნდა ჩამეთვალოს. პეიტონმა ზანზალაკს ფრთხილად გადაუსვა ხელი. მერე ყურთან მიიდო, სუბუქად შეანჯღრია და ყური მიუგდო ლუნოლიტის ნამსხვრევების ნარნარ ოდნავ გასაგონ ფაჩუნს. ეს პემზის პატარა ნაჭრები მოძრაობდნენ სიცარიელეში და ერთმანეთს ეხლებოდნენ. მერე ზანზალაკი მაღლა ასწია ზედმიმაგრებული მავთულით და საჩვენებელი თითის ფრჩხილი გააყოლა მის ამობურცულ ზედაპირს. ზანზალაკი ამღერდა, ოთახში მსუბუქი ნარნარი ხმა გაისმა, თითქოს სადღაც ფლეიტა აღუღუნდა და ზაფხულის წყნარი საღამოების იდილიამ დაისადგურა. ზანზალაკი თანდათან დადუმდა. რამდენიმე წამის სამივე მოჯადოებულივით უსმენდა ამ საოცარ ხმას. მერე კი დოქტორმა ერთმა თქვა: მისტერ პეიტონ, გადმომიგდეთ ზანზალაკი მალე. და მან ბრძანებლურად გაიწოდა ხელი. ლუის პეიტონმა ანგარიშმოუცემლად გადაუგდო ზანზალაკი. ზანზალაკმა მოკლე წრე მოხაზა. დოქტორ ერთის გაწვდილ ხელამდე ვერ მიაღწია. იატაკზე დავარდა და მწუხარე სევდის მომგვრელი წყარუნით ნამსხვრევებად იქცა. ერთი გზნობით შევკრობილი დეივენპორტი და პეიტონი მდუმარედ დახურებდნენ რუხნამსხვრევებს და ხეირიანად ვერც კი გაიგეს, როგორი სიმშვიდით წარმოთქვა დოქტორმა ერთმა. როცა მიაგნებთ იმ სამალავს, სადაც დამნაშავემ გაუხეხავი ზანზალაკები განაინახა, იმედი მაქვს, რომ ჩემი გატეხილი ზანზალაკისა და ჰონორარის საზღაურად უზადო და წესიერად დამუშავებულ ეგზემპლიარს მივიღებ. ჰონორარის? კი, მაგრამ რისთვის? კითხა გაცხარებულმა დეივენპორტმა. იმისათვის, რომ ახლა ყველაფერი ცხადი გახდა. რამდენიმე წუთის წინ ჩემს მოკლე სიტყვაში არაფერი მithქვამს იმის შესახებ, რომ კოსმოსური მოგზაური კოსმოსში ან სხვა პლანეტაზე თან ვერ წაიღებს დედამიწის ერთ-ერთ თავისებურებას. მხედველობაში მაქვს დედამიწის მიზიდულობის ძალა. მისტერ პეიტონმა ძალიან მოუხერხებლად გადმომიგდო ასეთი ძვირფასი საგანი. ეს კი უდაოდ იმას ადასტურებს, რომ მისი კუნთები ჯერ კიდევ არ შეგუებია დედამიწის მიზიდულობას. მისტერ დეივენპორტ, როგორც სპეციალისტი, ვამტკიცებ, დაპატიმრებული ამ ბოლო დროს დედამიწის გარეთ იმყოფებოდა, ის ან კოსმოსურ სივრცეში იყო, ან რომელიმე სხვა პლანეტაზე, რომელიც თავისი ზომით საგრძნობლად ჩამორჩება დედამიწას, მაგალითად მთვარე. კმაყოფილი დეივენპორტი ფეხზე წამოხდა. თუ შეიძლება წერილობითი დასკვნა მომეცით, თქვა მან და ხელი ბლასტერზე დაიდო. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ფსიქოსკოპიის ჩატარების სანქცია მივიღოთ. ლუის პეიტონს წინააღმდეგობის გაწევა არც კი უცდია. მომხდარი ამბით გაოგნებული, მხოლოდ ერთ რამეს გრძნობდა. ანდერძში იმის აღნიშვნას მოუწევდა, რომ მისი ბრწყინვალე კარიერა სრული კრახით დასრულდა.